თუ კი ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოში რუსული ტიპის ტოტალიტარიზმი გვიდრდება ნელ-ნელა, ამ შემთხვევაში სიტუაციას უყურებს ზუსტად მათ შორის რუსეთის, ბელორუსის ასეთი ტიპის ქვეყნების გამოცდილების პრიზმაში. და ფიქრობს, რომ ახლა ჯერ კიდევ არის შერჩენილი დემოკრატიული რესურსი, კიდევ არიან ადამიანები ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ მასობრივად ეს ყველაფერი გააპროტესტონ, მოახდინონ ზეწოლა ადგილობრივ რეჟიმზე და მიაღწიონ გარღვევას. ხვალ ზეგ, მაზეგ უკვე ამის საშუალებები აღარ იქნება, ისევე როგორც ამის საშუალება აღარ დარჩა რუსეთსა და ბელორუსიაში. თქვენ აშკარად არ მიეკუთვნებით იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ხედავს ასეთ პერსპექტივას დაჩქარებულ მოკლე ვადაში და მიგაჩნიათ, რომ რაღაც რესურსები მაინც დარჩება თვითმმართველობის არჩევნებში გარკვეული შედეგების მიღწევით, შემდეგ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით, მაგრამ მოცემულობა არის კობახიძისა და ივანიშვილის სახით, რომლებიც აშკარად მიყვებიან რუსულ მაგალითს. აი, თუ რამე განსხვავებული შეხედულება გაქვთ თქვენ, ან რაიმე იცით ისეთი თუნდაც დასავლეთის პოზიციებისა და გარედან ზეწოლის გააქტიურების თვალსაზრისით, გითხარით ჩვენც და უფრო მეტად დაარწმუნებთ ამაში ადამიანებს, რომლებსაც მიმართავთ. გიორგი, მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეს. ჩვენ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ჩვენს ყველაზე დიდ მტერს და ოკუპანტს გაუკეთოთ, ეს შეიძლება იყოს არეულობა, დაპირისპირება და ქართველებს შორის პოზიციების რადიკალიზაცია და ერთმანეთთან ეს დაჯახება. ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს უნდა დღეს საქართველოში აი ეს სცენარის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია და თუ ვინმეს აწყობს, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის რუსეთის ფედერაცია. ეს ერთი. მეორე, ხლა, როდესაც ჩვენ საქართველოს და რუსეთს ან ბელორუსს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მართალს ბრძანებთ და ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ იმ მიმართულებით მივდივართ. მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხალხი დავარწმუნოთ და სხვა მეთოდები გამოვიყენოთ. ეხლა როგორც არ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩა რაღაცა პატარა ზომები, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების. ჩვენ დაგვრჩა სხვადასხვა მეთოდები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, იმ ინსტიტუტების პლატფორმები, რომლებიც ჩვენი გაწევრიანების პროცესით იყო განპირობებული. ბოლოს და ბოლოს, გიორგი, რაც არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებში ყველამ ძალიან კარგად იცის და ოცნებამ პირველ რიგში რომ არის მოთხოვნა 85% ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი მათი გამოსვლა და ხალხისთვის მიმართვა ყოველთვის მთავრდება სიტყვებით, რომ ჩვენ მაინც თქვენ მიგიყვანთ 20-30-ში ევროკავშირში. ეს ბერკეტები სამწუხაროდ მუშაობს და მერწმუნეთ, გიორგი, სანამ ერთი ინსტრუმენტი მაინც არის დარჩენილი საქართველოში იმისთვის, რომ შვიდობიანი გზით ვიბრძოლოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, სხვა ყველა ნებისმიერი სცენარი ჩემთვის იქნება მიუღებელი. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ისტორია ბოლო 30 წლის ჩვენ სამშობლოს ანახა, რას ნიშნავს რევოლუცია, ძალადობა, რადიკალიზაცია, ეს როგორც მინიმუმ ქვეყანას დააკარგინებს მინუს 10-20 წელიწადს და ჩვენ ეს დრო დასაკარგი არ აქვს. თუმცა ოპონენტები ამ შემთხვევაში გეტყვიან, რომ უბრალოდ კი არ დააკარგინებს, იმ შემთხვევაში თუ აქტიურად არ ვიმოქმედეთ ახლა, სანამ კიდევ რაღაც ბერკეტებია და ხალხია ამ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის დასაცავად მზად არის აქტიურად გამოვიდეს ქუჩაში, არამედ ის 10 და შემდეგი დეკადა შეიძლება უფრო ღრმა, ჩაკეტილ საზოგადოებაში, სადაც პოლიტიკური აქტივობა შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, ასევე შეიძლება ყველაფერი ერთ დღეში ხვალ დავამთავროთ. და გავაუბედუროთ ეს ქვეყანა, ესეც შეიძლება. ეს რისკი ვინმე შეაფასა? ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხვალე დავიწყებთ, დილით და საღამოს დავამთავრებთ. მე ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულება იქნება იმაზე, რამდენი ხალხი გამოვა და კიდე ბევრ რაღაცას ამბობენ. მე ხლა კრიტიკისთვისა და კიდე ერთი კოჰორტა ადამიანების, რომლებიც სეირის მაყურებლები არიან და გვერდიდან ამ პროცესს უყურებენ და ვერ გაუგიათ, იქაც მიდიან, აქაც მიდიან, იქაც არიან, თან არ არიან. ეს ყველაფერი არის უპასუხისმგებლობა ჩემთვის სამწუხაროდ დღეს ის უნარობა, ქმედ უნარობა, რომელსაც ეს ოპოზიციის დიდი ნაწილი ავლენს და უპასუხისმგებლობა, ინფანტილური დამოკიდებულება, რომ დილით დავიწყებთ და საღამოს დავამთავრებთ და ასე მარტივად ყურება და მარტივად ადამიანების ბედზე თამაში ეს ჩემთვის არ მოუდგენელია და ამიტომ ეხლა თქვენ საინტერესო კითხვას ვამთ, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ, გიორგი. მე მესმის ყველაფერი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დღეს გამოვიდიან და ბოიკოტს უჭერენ მხარს, ხო? მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მაგალითად თბილისში ოპოზიციამ ერთად
მიიღო 290.000 ხმა და ოცნებამ მიიღო მხოლოდ 260.000 ხმა, ამიხსენით ერთი გონივრული არგუმენტი, რის გამოც თუ მართლა სამშობლოსთვის იბრძვიან და თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის გადარჩენა უნდათ, მაშინ მოგებულ არჩევნებში, რომლებიც ერთი წლის უკან უკვე მოვიგეთ, რატომ არ იღებენ მონაწილეობას? რა ეს ამ ერთ წელიწადში რაღაცა ისეთი მოხდა, რომ რაღაც ოცნება უფრო გაძლიერდა, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში? პირიქით, ჩვენ რო გონივრულად გვემუშავა, ის არჩევნები ციფრებს დაუკვირდით 290.000 ხმა მიიღო ოპოზიციამ და ოცნებამ თბილისში მიიღო 260.000 ხმა, 30.000 ხმით ოპოზიციამ აჯობა და ამ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამის გამოყენებაზე უარი თქვა. ეს ერთი, მეორე. ძალიან ბოდიში, მაგრამ ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებას აძლევს ხმას. ამ ადამიანებს რას უშვებთ? ესენი რა საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ესენი გაქრებიან. იმის მაგივრად რომ ამ ხალხს ვემუშაო და აუხსნათ რომ ოცნება არ არის დღეს ის ხელისუფლება, რომელიც ქართულ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ თავის ჯიბეს და ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამის გამოყენება და არ შეიძლება რომ მეორე მხარეს ეძახო მოღალატე და დასასრულებელი და იქიდანაც მარტი კიდევ ერთხელ გიმო. ყველას უნდა ცვლილებელი. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს უნდა მშვიდობიანი ცვლილება. და ის ადამიანები, რომლებიც ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სიტყვას მშვიდობიანს არ ითვალისწინებენ, ან უპასუხისმგებლოები არიან, ან არის მიწა, ხო, რასაკეთებია.